დღეს ესეთი საინტერესო მანქანა უნდა გადავიღოთ, რომელიც არის Sosos ახალი მანქანა BMW Z4 E86. ახავთ რა მანქანაა, როგორ დადის და კარგი არჩევანი გააკეთა თუ არა ჩვენმა Around-ი World-მა. რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს 18 წლის მანქანა ეყიდა. ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ძალიან უცხოა. და ეს იყო ძირითადად მიზეზი, რის გამოც ეს მანქანა შეიძინა. ნახავთ როგორ მდგომარეობაშია, როგორ დადის. ესე იგი, Soso დიდად ავტომოყვარული არ არის, თუმცა ეს მანქანა ძალიან დიდი ხანია მოსწონს, წლებია უკვე და როგორც იქნა, აი რაღაც მომენტი ჩავარდა და აი ეს მანქანა შეიძინა 18 წლის BMW. მიუხედავად იმისა, რომ BMW ზოგადად ასოცირდება პრობლემებთან, ხელოსნებთან და ასე შემდეგ, ნუ ეს მანქანა ისე თუ ასე მაინც ცოტა უფრო სხვა ვარიანტია და მაგას გეტყვით რატომაც. Z4 თქმა უნდა არ არის უცხო და არც თუ ისე იშვიათია, თუმცა აი ეს კუპე ვარიანტი, ჰეჩბეკი რასაც ქვია, არის ძალიან იშვიათი. 2006-2009 წლებში გამოდიოდა ეს მანქანა და სულ 17,000 ცალია და მათ შორის არის 5,000 დაახლოებით M-ი და დანარჩენი 12,000 უკვე აი ესეთი არა M-ი. იშვიათი მანქანაა რა, საქართველოშიც თუ არ ვწდები 5 არის ასეთი. გვერდიდან მე ეს მანქანა ძალიან მომწონს. აი ეს კუპე არის ძალიან უცხო და ძალიან ლამაზია ჩემი აზრით. ამის შემდეგ უკვე Z4 კუპე ვარიანტი აღარ გამოსულა. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს 3.0 SI E52 ძრავით მანქანა. ზოგადად 18 წლის BMW-ს შეძენაც არ არის რა ისეთი სიტუაცია, როცა დაждები მანქანაზე ივლი და არაფერი არ დასჭირდება. თუმცა, რა ძალიან გასათვალისწინებელია არის ერთი რაღაც, განახებთ. ზოგადად BMW ასოცირდება პრობლემებთან, თუმცა ვინც არ ერკვევა, მინდა უთხრა, რომ აი ეს ძრავი N52 არის BMW-ს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და გამომდგარი ძრავი. Google-ში რო ჩავწეროთ ახლა და ვკითხოთ, რომელია BMW-ს ყველაზე გამომდგარი გამძლე ძრავი, ერთ-ერთი აუცილებლად იქნება N52 და ასევე M54-ც, რომელიც ამ ძრავის წინამორბედია, ეს უკვე ახალი ვარიანტია. თანამედროვე BMW-ებში, როგორც ვიცით, B58-ია გამომდგარი ძრავი, ესე აღიარებული, თუმცა ის მაინც ტურბო ძრავია, უფრო ჩემი აზრით შეიძლება კონდეს მეტი პრობლემა, ვიდრე აი ამას, რომელიც წლების გამოცდილია, არის ატმოსფერული 3.0 ძრავი და ძალიან გამომდგარი. ნუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 18 წლის მანქანას რაღაც სერვისი არ დაჭირდება, თუმცა ნუ ეს ზოგადი ინფორმაცია ასეთია. ამ ძრავს აქვს 265 ცხენის ზალა და 315 ნიუტონ-მეტრი. მანქანის წონა 1400 კილო და ნახავთ ახლა გავალთ გზაზე, ნახავთ როგორ დადის, როგორ ჩქარდება მანქანა და ყოფნის თუ არა ეს ჩვენი 3.0 ძრავი. გარბენი ამ მანქანას აქვს 220,000 კილომეტრი, თუმცა ვხედავთ როგორ ახლად გამოიყურება ძრავი. ნუ ეს ერთი დამსახურებაა წინა პატრონის ამერიკაში ვინც იყო და მეორე ვინც საქართველოში ჩამოიყვანა, მასაც ძალიან კარგად ყავს შენახული 2019 წლიდან არის საქართველოში და ნუ მანქანა კარგად გამოიყურება და ჯანმრთელია რაც თავარი. რაც შეეხება წინა მხარეს, ზოგადად ამ Z4-ის წინა მხარე დიდად ვერ ვიტყვი რომ ვირევითქო და ძალიან მომწონს თქო, თუმცა ჰეჩბეკთან კომბინაციაში საერთოდ ჯამში უკვე კაი მანქანა გამოდის. დისკებს რაც შეეხება 19-იანი დისკები გვაქვს, ძალიან კარგად გამოიყურება, მე მომწონს, ლამაზია, უხდება ამ მანქანას და აი რაც ჩემთვის მისაღებია არის ის რომ როცა აი ესეთ უცხო იშვიათ მანქანას ვიღებთ და გვყავს ზოგადად ჩემთვის პირადად აი ქარხნულ მდგომარეობაში რომ მისაღებია უფრო საინტერესოა ვიდრე მაგალითად რაღაც სხვა დისკები დაწეული დაკიდება და ასე შემდეგ. აი ეს მანქანა ზუსტად ეგრეა, ქარხნულ მდგომარეობაშია და რო შეხედავ ხვდები რომ 18 წლის წინ როგორც იყო ახალი Z4 ზუსტად ისევე ისეა დღესაც. და ზოგადად მსგავს მანქანებს, უცხო მანქანებს, სპორტულებს, რომელიც უკვე ძალიან იშვიათია და აღარ ხვდება ბაზარზე, ყოველთვის ქარხნულ მდგომარეობაში დატოვება ჩემთვის უფრო მისაღებია. ნუ Soso რას იზავს და რას უზავს ამ მანქანას, ეგ არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესე უფრო კარგად გამოიყურება ჩვენი Z4. საინტერესოდ იხსნება უკანა მხარეც და მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან დიდი ფართია, ორი ჩანთა თავისუფლად ჩაეტევა და
ნუ ისეთი კასისთვის როგორც სოსუა, ძალიან კარგი ვარიანტია, ჩაყრით ჩანთებს და სადაც უნდა წავა. თავარი ხიბლი ამ მანქანის არის ეს. აი ეს. ის რო კუპია, პრინციპში ჰეჯბეკია, ის რო ჰეჯბეკია და არა კაბრიო, იმიტომ რომ კაბრიოს რაღაცა აი არ აქვს ისეთი ფორმა, რომ მე პირადად არ მომწონს. სხვათა შორის აქვე მინდა თქვა, რომ ახლახან კონცეპტის სახით ახალი Z4-იც გამოუშვეს. ესეთი ჰეჯბეკი, თუმცა შეზღუდული რაოდენობით და იმის ფასიც საკმაოდ მაღალი იქნება, ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ვნახოთ ახლა სალონიც. ხო, პირველი რაც შემიძლია თქვა არის ის, რომ მანქანა არის საკმაოდ ვიწრო და პატარა სივრცე აქვს შიგნით. მატერიალები ნორმალურია, არაფერი გადასარევი, ჩვეულებრივი ამწლოვანებისთვის დამახასიათებელი BMW სალონი. პრინციპში მისაღებია რა, არც ბევრია სასაუბრო აქ არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ გარბენი არც თუ ისე პატარაა, 220,000 კილომეტრი, მანქანა საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება. აჩქარებას გავზომავ, ნახავთ ზუსტად რა დროს დაწერს, 5 და 8 წამი უწერია ქარხნულად აჩქარება 0-დან 100-მდე, თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა მანქანას გარბენი აქვს საკმაო და დიდი ალბათობით მეც დაწერს უფრო. თუმცა შეგრძნების დონეზე საკმაოდ კარგად დადის. ვერ ვიტყვი რომ ეხლა ძალიან სწრაფია და რაღაც. ნუ დღესდღეობის სისწრაფე უკვე ისეთია რა, რომ ესეთი მანქანა სწრაფად აღარ იცვლება, თუმცა ისეთიც არ არის რომ დისკომფორტი გამოიწვიოს და გადასწრებისას ან თუნდაც უბრალოდ მოძრაობისას ისეთი შეგრძნება დაგვიტოვოს, რომ მანქანას რაღაცა ძალა არ ყოფნის. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ელექტრომანქანების და ტურბოების ეპოქაში ატმოსფერული 3-დან 0 ძრავი ისეთი აღარ არის. რაც შეეხება მოძრაობას, სირბილეს, სიხისტეს, შეიძლება და უფრო რბილი ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე, რომ არც ისეთი სპორტულია, თუმცა შემაწუხებელი და ისეთი არ არის, რომ ყოველდღიურობაში შეგვაწუხოს და ვერ გამოვიყენოთ. ის რომ M-თან შედარებით უფრო ნელია, უფრო ნაკლები ძალა აქვს და არ არის იმდენად სპორტული როგორც M-ი, ეგ რა თქმა უნდა მინუსია, თუმცა აქვე დიდი პლუსი აქვს. M-თან შედარებით არის ბევრად უფრო მარტივი შესანახი მანქანა, ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია და რა თქმა უნდა ეხა მანქანის შეძენა ერთია და გამოყენება მეორე. ეხა შეიძლება ბევრი მანქანა მოგწონდეს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ზოგი ძალიან პრობლემურია, ზოგი ძალიან იშვიათია, გამოყენებას უკვე ართულებს. მერე უკვე ისეთი სასიამოვნოც აღარ ხდება ეგ მანქანა, მით უმეტეს როცა მანქანა უკვე 20 წლამდეა, მეტის არის, ამიტომ ეგეც გასათვალისწინებელია და უბრალოდ დაждები და ივლი მიიღებს სიამოვნებას ამ მანქანისგან და თუ უფრო სპორტული და აგრესიული მართვა გვაინტერესებს, ახლა მივალთ და ისეთ გზაზე, სადაც უკვე შევძლებთ ამ მანქანის გამოყენებას. ქალაქისთვის კარგია, ავტომატიკაა და ყოველდღიურობაში არ შეგვაწუხებს. ესე იგი, ამოვედით დიდგორისკენ და ვნახავთ ახლა როგორ იქცევა ესეთ გზებზე ჩვენი Z4, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის არის და გარბენიც ცოტა არ აქვს, მაინც შევატყობთ რა შეუძლია, როგორ დგას გზაზე. ვნახოთ აბა, მეც მაინტერესებს ახლა ერთია როგორ დადიხარ ქალაქში და მეორეა როგორ დადიხარ აი ცოტა ისე რა სპორტულად. ნუ ტრეკზე არ ვართ ახლა და მაქსიმუმს ამ მანქანისას ვერ ვნახავთ, თუმცა ახლა 20 წლის მანქანაა და ტრეკზეც არც ოსო ივლის დარწმუნებული ვარ და არც ზოგადად ეს მანქანაა ტრეკის, მიუხედავად იმისა, რომ მაინც სპორტკარია. კაი, წავედით ახლა და ვნახოთ რა შეუძლია ჩვენს Z4-ს. წავედით. საკმაოდ კარგად დგას. მინდა გითხრათ, არ მოველოდი.
არა, საკმაოდ კარგად დგას მოსახვევებში და ძალიან დამაჯერებელია, მინდა გითხრათ იმაზე უფრო მეტად ვიდრე წარმომედგინა. ერევა ამ წონას და მოსახვევებში რაც თავარია ძალიან კარგი და სტაბილურია. კეიმანს მაგონებს, რომელიც ახლახანს გადავიღეთ. ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ აი მუხრუჭები ეხლა ცოტა დაღმართზე მოვდივართ და მუხრუჭები იმდენად სანდო აღარ არის რამდენიმე კილომეტრის გამოვლის შემდეგ. ეგ შეიძლება მინუსად ჩავთვალოთ. სხვა მხრივ მანქანა ძალიან დამაჯერებელია და ზუსტად ისე დადის, როგორც სპორტულმა მანქანამ უნდა იაროს ასეთ გზებზე. ხო, მოკლედ ჩამოვიარე დიდგორის, რავი, 1 კილომეტრი დაახლოებით, ცოტა ჩქარა და გადავიღე ხა არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ხუნდები საკმაოდ კარგია, დიდია, თუმცა დაიწვა, გახურდა, ბოლი აუშვა ჩვენმა მუხრუჭებმა, ამიტომ ხო, ეგ არის რა, მუხრუჭები ამ კონკრეტულ საქმეს ეს თუ ზოგადად ესია, არ ვიცი, მაგრამ მუხრუჭები რა თქმა უნდა უკეთესი უნდა იყოს. ასეთ სიარულს და ასეთ ძრავს ჭირდება უკეთესი მუხრუჭი. ეგაა და და 37. ცუდი არ არის. $220,000 კილომეტრი აქვს გარბენი ჩვენს Z, თუმცა ვცადოთ კიდევ ერთი. ვაუ, 612. ძალიან კარგი დროა. 612. საკმაოდ კარგი დროა ამ მანქანისთვის. გარბენი 220,000 აქვს, 18 წლის არის და კარგია რა მოკლედ. მოკლედ ეს იყო რა, სოსოს მანქანა, საკმაოდ კარგი მანქანა, კარგად დადის, როგორც სპორტკარი, კარგია. ერთი დიდი მინუსი არის მუხრუჭები. და სხვა ისეთი არაფერი. რაც თავარია, მანქანა არის ძალიან იშვიათი, გამორჩეული და საკმაოდ კარგად არის შენახული, მინდა გითხრათ. ეგაა და ეგ. აბა, კარგად.